ბედისწერა არის განსაზღვრული მოცემულობა ბერძნებთან რა. ანუ ღმერთმა განგისაზღვრა არ არის, ღმერთებსაც განსაზღვრული ბედისწერა აქვს რა. და ეს ბედისწერა სრულიად განაგებს შენს ცხოვრებას. ოდესმე თუ გადაუხვია ამ შენი ბედისწერიდან, შენ გამოდიხარ ცოდვილი. ანუ შენ ბედისწერას უნდა გაყვე. და ღმერთები ყოველთვის ეცდებიან, რომ შენი ბედისწერის გზაზე დაგაბრუნონ. სანამ შენ ბედისწერის გზაზე არ დაბრუნდები, ყოველთვის გაივლი რაღაცა მოგზაურობის გზას, სადაც გამუდმებით რაღაც განსაცდელში იქნები, სანამ შენ ქმედებას არ შეცვლი. აი მაგალითად ოდისეუსის სახში ვერ დაბრუნდება, ანუ მისი ბედისწერა ხო სახში დაბრუნება, მაგრამ თუ ამ ბედისწერას რაღაც მომენტში გადაუხვევს, ანუ ძალიან დებილურად დაიწყებს მოგზაურობას, ვერ დაბრუნება სახში, ვერ დაბრუნება იქამდე, სანამ არ მიხვდება, რომ სახლის გზას ბოლომდე უნდა დაადგეს რა. აი ციკლობს რო თვალს ამოთხრის მაგალითად, მაგაზე დასჯის და დასჯის არ აბრუნებს რა. აი ცისულელებს. კი, ზუსტად. აი ღმერთები აკეთებენ ეგეთ რაღაცას, რომ რაღაც სისულელებს თუ აკეთებ, რაც შენი გზიდან გადახვევის, კიდევ ერთი ნაბიჯია, გსჯიან მაგის გამო. ხო, მაგრამ ეს ბედისწერა ჩვენ ხა ქრისტიანული გაგებით გვესმის, რომ რაღაცა წინასწარ გათვლილია, რომ ამას იზამ, იმას იზამ და ეგ ხო თვისებაზე გადის. კი, თვისებებიდან ბერძნებთან ის გამომდინარეობს, შენი თვისებებიდან რა, ამ წინასწარ დაბადებიდან გაქვს რაღაც მახასიათებლები და ამ მახასიათებლებიდან გამომდინარე შენ კარგი ცუდი არ აქვს მნიშვნელობა. არა, ვითარი, ანუ იქ არ განისაზღვრება, შენ გაქვს მახასიათებელი მორჩა, კარგი მახასიათებელი, კარგი თვისება არა რა. შეიძლება წინას, ანუ იყო რაღაცა მეომარი ბედისწერით და ეგ უნდა გამოავლინო მაქსიმალურად და სანამ არ გახდები ნამდვილი მეომარი, მანამ გამოცდას მოგიწყობს ღმერთები და ეგ და შეიძლება იყო უკიდურესი რაღაცა ქურდი და ეს რაღაცა რა გაფუჭებული ადამიანი და ეგეც გამოავლინო უნდა. თუ ანუ ბერძნების აღქმით თუ შენი გაფუჭებული ადამიანობა არ გამოავლინე, შენ ადამიანი არ ხარ. ანუ შენ ვერ მოახერხე საკუთარი თავი იყო. ანუ ბერძნებს ურჩევნიათ რომ გაფუჭებული ადამიანი იყო და იყო, ვიდრე არ იყო.